ღირსი სილუან ათონელი გულის სიტყვებისა და ხიბლისათვის. გახსოვდეს ორი გული სიტყვა და გეშინოდეს მათი. ერთი გეუბნება შენ წმინდანი ხარ, მეორე ვერ ცხონდები. ორივე გული სიტყვა ეშმაკისგანაა და მათში არავითარი სიმართლე არ არის. შენ კი ასე იფიქრე, მე დიდი ცოდვილი ვარ, მაგრამ უფალი მოწყალეა, ძალიან უყვარს ადამიანები და მომიტევებს ცოდვებს. გწამდეს რომ ასეც იქნება, უფალი მოგიტევებს, მაგრამ საკუთარ მოღვაწეობაზე ნუ დაამყარებს სასოებას, რა გინდ დიდ ღვაწლში იყო. ერთი მონაზონი მეუბნებოდა, უსათუო ჩემი წყალებს ღმერთი, რადგან ყოველ დღე ამდენ და ამდენ მეტანიას ვასრულებო. მაგრამ სიკვდილი რომ მოადგა კარს, ტანზე პერანგი შემოიხია. ამგვარად ჩვენი მოღვაწეობისთვის კი არა, უსასყიდლოდ თავისი სახიერების გამო შეგვიწყალებს ღმერთი. უფალს უნდა რომ სული მდაბალი, უბოროტო იყოს და ყველას სიყვარულით შეუნდოს, მაშინ უფალით სიხარულით მოგვიტევებს. ჩვენც მას უნდა ვბაძავდეთ და ყველა გვიყვარდეს, ხოლო თუ უძლურნი ვართ, ვითხოვოთ უფალი არ უგულებელყოფს ჩვენს ვედრებას და შეგვეწევა თავისი მადლით. ჯერ კიდევ მორჩილი ვიყავი ღვთის სიყვარული რომ შევიცანი, აღუწერელია იგი. სული გრძნობს რომ ღმერთთან და ღმერთშია და ხარობს უფლისა მიერ, თუმცა ხორცი განილევა ღვთის სახიერებისგან. მაგრამ ეს მადლი შეიძლება ერთი ბოროტი გული სიტყვისთვისაც დავკარგოთ. ბოროტ გული სიტყვებთან ერთად შემოდის ჩვენში მტრის ძალაც, სული ბნელდება და მას უკეთური აზრები აწვალებენ, მაშინ გრძნობს კაცი რომ იღუპება და ხედავს რომ ღვთის მადლის გარეშე იგი ცოდვილი და უძლური მიწაა მხოლოდ. სული რომელმაც შეიცნო უფალი, ხანგრძლივი გამოცდილებით სწავლობს რომ თუ კაცი მცნებების თანახმად ცხოვრობს, იგი თუნდაც სულ ცოტათი, მაგრამ მაინც გრძნობს თავის თავში მადლს და აქვს კადნიერება ლოცვისას. მაგრამ თუ კი შესწოდავს ერთი გული სიტყვითაც კი, მაშინ ღვთის მადლი თვალს ეფარება, სულს მოწყინება ეუფლება და ტირის ღვთის წინაშე. გულის სიტყვებთან ასეთ ბრძოლაში ატარებს სული მთელ ცხოვრებას, მაგრამ შენ ნუ დანებდები მოწყინებას, რადგან უფალს მხნე მებრძოლი უყვარს. ბოროტი გული სიტყვები ამპარტავან სულს ტანჯავენ და სანამ სული არ დამდაბლდება, ვერ პოვებს მათგან მოსვენებას. როცა ბოროტი გული სიტყვები შეგავიწროებენ, ადამის მსგავსად შეღაღადე ღმერთს, უფალო ღმერთო და შემოქმედო ჩემო. ხედავ რომ იტანჯება ჩემი სული ბოროტი გული სიტყვებისგან, შემიწყალე მე. და როცა მეუფის წინაშე დგახარ, კარგად გახსოვდეს, რომ ყველა თხოვნას შეგისრულებს ღმერთი, თუ კი ისინი შენთვის სასარგებლონი იქნებიან. ღრუბელი მოვიდა, მზე დაფარა და წყდიადი ჩამოდგა. ასევე ერთი ამპარტავნული გულის სიტყვისთვისაც კი კარგავს სული ღვთის მადლს და ბნელში რჩება. მაგრამ ასევე ერთი მდაბალი გულის სიტყვისთვის მოდის მადლი, საკუთარ თავზე მაქვს ეს გამოცდილი. იცოდე თუ გულის სიტყვა გეუბნება თვალყური ადევნე ადამიანებს, ვინ როგორ ცხოვრობსო, ეს ამპარტავნების ნიშანია. საკუთარ თავს ჩაუღრმავდი, შენს თავს დააკვირდი და დაინახავ, როგორც კი სული ძმაზე აღმატებულად ჩათვლის თავს, ბოროტი გულის სიტყვა გაჩნდება, რომელიც არ არის სათნო ღვთისთვის და ამის დანახვაზე დამდაბლდება სული. ხოლო თუ არ დამდაბლდება, რაღაც მცირე განსაცდელი მოვა. თუ სული მაინც არ დამდაბლდება, ფიცხელი ბრძოლა დაიწყება. ასე გაგრძელდება, ვიდრე არ დამდაბლდება. მაგრამ როგორც კი ადამიანი შეინანებს, მოწყალე უფალი მისცემს სულს მშვიდობასა და მობიერებას. მაშინ ყველაფერი ცუდი გაივლის და ყველა ბოროტი გულის სიტყვა გაქრება.
ამის შემდეგ კი რაც შეგიძლია დაიცავი სიმდაბლე, თორემ ისევ ცოდვაში ჩავარდები. როცა უფალი ხედავს, რომ კაცის სული არ გამტკიცებულა სიმდაბლეში, ართმევს მას თავის მადლს. თუმცა სულით ნუ დაეცემი, მადლი შენშია, მაგრამ დაფარულია. თავი დააჩვიე, რომ გაჩენისთანავე განაგდო ბოროტი გულის სიტყვები. ხოლო თუ თვლემა მოგერევა და მაშინვე არ მოიკვეთ მათ, შეინანე. იშრომე, რათა ჩვევა შეიძინო, რასაც დაეჩვევი, იმას გააგრძელებ მთელი ცხოვრების მანძილზე. კეთილკაცს კეთილი გულის სიტყვები აქვს, ბოროტს ბოროტი, მაგრამ ყოველმა მათგანმა უნდა ისწავლოს გულის სიტყვებთან ბრძოლა და ბოროტი გულის სიტყვების კეთილად გარდაქმნა. ესაა გამოცდილი სულის ნიშანი. მკითხავ, ეს როგორ ხდებაო? როგორ და ასე, როგორც ცოცხალი ადამიანი გრძნობს როდის ცივა და როდის ცხელა, ისევე მას, ვინც გამოცდილებით შეიცნო სული წმინდა, ესმის როდის არის სულში სული წმინდა და როდის მოდიან ბოროტი სულები. უფალი კაცს გონებას იმისთვის აძლევს, რომ გულისხმაყოს მისი მოსვლა, უყვარდეს იგი და აღასრულოს მისი ნება. მტრის მიერ მოტანილ გულის სიტყვებსაც სული გარეგნულის სახით კი არ სცნობს, არამედ სულზე მისი მოქმედების მიხედვით. ეს გამოცდილებით შეიცნობა, ხოლო ვისაც გამოცდილება არა აქვს, იმას მტრები იოლად აცდუნებენ. ეშმაკები ამ პარტავნების გამო დაეცნენ, ჩვენც თავისკენ გვეწევიან და ქების გულის სიტყვებს გვიგზავნიან. თუ ჩვენი სული მიიღებს ქებას, მადლი განგვეშორება, მანამ სანამ სული არ დამდაბლდება. ასე მოუწევს სულს მთელი ცხოვრების მანძილზე ქრისტეს სიმდაბლის სწავლა, ვიდრე არ ისწავლის, ვერ პოვებს მოსვენებას გულის სიტყვებისგან და ვერ შეძლებს წმინდად ილოცოს. ვისაც სურს წმინდად ილოცოს, არავითარ საგაზეთო სიახლეებს არ უნდა ეცნობოდეს, არც ცუდ წიგნებს უნდა კითხულობდეს და არც სხვა ადამიანების ცხოვრებით ინტერესდებოდეს. ყოველივე ამას არაწმინდა აზრები შემოაქვს სულში და რაც უფრო ცდილობს კაცი მათში გარკვევას, მით უფრო მეტად იხლართება და წვალობს. როცა სული ღვთისგან სიყვარულს ისწავლის, მთელი სამყაროს ღვთის ყოველი ქმნილების სიბრალული ეუფლება და ლოცულობს, რომ ყოველმა კაცმა შეინანოს და სულიწმინდის მადლი მოიხვეჭოს. მაგრამ თუ სული კარგავს მადლს, სიყვარულით ტოვებს, რადგან ღვთის მადლის გარეშე შეუძლებელია გიყვარდეს მტრები. როგორც უფალი ამბობს, გულიდან გამოდიან ბოროტი გულის სიტყვები. იცოდე, რომ თუ ბოროტი გულის სიტყვები გაწვალებენ, ესე იგი არ დამდაბლებულ ხარ. თქვა უფალმა, ისწავეთ ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და დაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქვენთა. ქრისტეს სიმდაბლის გარეშე სული ვერასოდეს პოვებს მოსვენებას, არამედ მუდამ სხვადასხვა გულის სიტყვები აამღვრევენ და ღვთის ხედვას არ დაანებებენ. ნეტარია, ვინც თავი დაიმდაბლა, რამე თუ მან ჰპოვა სრული განსვენება ღმერთში. აქამდე ყოველ დღე შევთხოვ უფალს სიმდაბლეს, რამე თუ ჩემს სულს სულიწმინდა მასწავლა, რომ არსებობს ქრისტეს სიმდაბლე. ამიტომ მწყურია მისი მოხვეჭა. ჰოი ქრისტეს სიმდაბლევ, ვინც შენ გიგემა დღედაღამ განუძღომლად ისწრაფვის ღვთისკენ. რა უძლური კაცი ვარ, ცოტა დავწერე და უკვე დავიღალე, ხორცი მოსვენებას ეძებს. უფალმაც გაიგო მიწაზე ყოფნისას კაცობრივი უძლურება და იგი მოწყალე გზაში იღლებოდა, გემზე ეძინა ქარიშხლის დროს, ხოლო როცა მოწაფეებმა გააღვიძეს, ზღვასა და ქარს უბრძანა, დამშვიდებულიყვნენ და დიდი დაყუდება დადგა. ასეა ჩვენ სულშიც, როცა უფლის წმინდა სახელს ვახსენებთ, დიდი მშვიდობა დადგება ხოლმე. ჰოი უფალო, მოგვეცი ძალა, რომ შენ გაქებდეთ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
ხიბლში ადამიანი ან გამოუცდელობის, ან ამპარტავნების გამო ვარდება. თუ მიზეზი გამოუცდელობაა, უფალი მალევე უვლენს კურნებას, ხოლო თუ ამპარტავნება, სული დიდხანს წვალობს, სანამ სიმდაბლეს ისწავლიდეს და მხოლოდ მაშინ მოარჩენს უფალი. ხიბლში მაშინ აღმოჩნდებით ხოლმე, როცა გგონია, რომ სხვებზე და თვით სულიერ მოძღვარზეც კი ჭკვიანები და გამოცდილები ვართ. მეც ასე მეგონა გამოუცდელობის გამო და ამისთვის დავისაჯე. ძლიერ მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ამით დამამტაბლა, გონება გამიხსნა და არ წამართვა თავისი წყალობა. ახლა ვფიქრობ, რომ თუ სულიერ მოძღვარს აღსარებას არ ეუბნები, ხიბლს ვერ გადაურჩები, რადგან სულიერ მოძღვრებს ღმერთმა უბოძა ხელმწიფება შეკვრისა და განხსნისა. როცა შენს შიგნიდან გარეთ ნათელს იხილავ, ნუ მიენდობი მას, თუ ამ ნათელთან ერთად შენში ღვთის წინაშე მობიერი განცდა და მოყვასის სიყვარული არ არის. თუმცა ნურც შიში შეგიპყრობს, დამდაბლდი და გაქრება ეს ნათელიც. როცა რაიმე ხილვა, სახე ან სიზმარი გეჩვენოს, ნუ მიენდობი მათ, რადგან თუ ღვთისგან არიან, უფალი ამას თავად დაგანახებს. სული, რომელსაც სულიწმიდის მადლის გემო ჯერ არ უხილავს, ვერ შეძლებს იმის გარჩევას, საიდანაა ხილვა. ეშმაკი სულს ერთგვარ ცუდ მედიდობასთან შეზავებულ სიტკბოს აგემებს და აქედან იცნობა ხიბლი. მამები ამბობენ, რომ ეშმაკისეული ხილვებისას სული რაღაც შფოთს იგრძნობს, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ მდაბალ სულს, რომელიც არ მიიჩნევს თავს ხილვების ღირსად. მხოლოდ ასეთი სული იგრძნობს შფოთს ან შიშს. ცუდ მედიდი კი ვერც შიშს იგრძნობს, ვერც შფოთს, რადგან ხილვების წყურია და თავს მათ ღირსად თვლის. ამიტომ მას ადვილად აცდონებს ეშმაკი. ზეციური სულიწმინდის მიერ შეიცნობა, მიწიერი კი გონებით. მაგრამ ვისაც სურს, რომ ღმერთი საკუთარი გონებით ან მეცნიერების დახმარებით შეიცნოს, ის ხიბლშია, რადგან ღმერთი მხოლოდ სულიწმინდის მიერ შეიცნობა. თუ გონებით ეშმაკებს ხედავ, თავი დაიმდაბლე და ეცადე ვერ დაინახო, სასწრაფოდ მიაშურე სულიერ მოძღვარს ან ბერს, რომელსაც ენდობი. ყველაფერი უთხარი სულიერ მოძღვარს, მაშინ უფალი შეგიწყალებს და ხიბლს გადაურჩები. ხოლო თუ იფიქრებ, რომ სულიერ ცხოვრებაში შენს მოძღვარზე მეტად ერკვევი და აღარ ეტყვი აღსარებაზე, თუ რა განსაცდელი შეგემთხვა, ღმერთი ამ პარტავნებისთვის აუცილებლად დაუშვებს შენზე ერთგვარ ხიბლს გონზე მოსაყვანად. მტერს სიმდაბლით ებრძოლე, როცა ხედავ, რომ შენს გონებას რაღაც სხვა უცხო გონება ებრძვის, დამდაბლდი და შეწყდება ბრძოლა. თუ მოხდა და ეშმაკებს დაინახავ, ნუ შეშინდები, არამედ თავი დაიმდაბლე და გაქრებიან ეშმაკები. ხოლო თუ შიშმა შეგიპყრო, ზიანს ვერ გადაურჩები. მხნე იყავ, გახსოვდეს, რომ უფალი გიყურებს, გაქვს თუ არა მისი იმედი. თუ ხიბლში ჩავარდი და გათავისუფლება გინდა, სასოს ნუ წარიკვეთ. იმიტომ რომ უყვარს უფალს ადამიანები, მოგცემს გამოსწორების საშუალებას და ჰპოვებ გულისიტყვებისგან გათავისუფლებას. მაგრამ იმისათვის, რომ სული ეშმაკებს გადაურჩეს, თავი უნდა დაიმდაბლო და თქვა: მე ყველაზე უარესი ვარ, ყოველგვარ პირუტყვსა და მხეცზე უარესი, და გულწრფელად თქვა აღსარება მღვდელთან. მაშინ გაიქცევიან ეშმაკები. როგორც ადამიანები შედიან და გამოდიან სახლიდან, ასევე გულისიტყვები გამოდიან ეშმაკებისგან და თუ შენ არ მიიღებ, წავლენ. თუ გულისიტყვა გეუბნება მოიპარეო და შენ დაემორჩილები, ამით ეშმაკს აძლევს შენზე ძალაუფლებას. თუ გულისიტყვა გეუბნება ბევრი ცხომამდე ჭამეო და შენც ასე მოიქცევი, ისევ და ისევ ეშმაკი მოგერევა. ასე და ამგვარად, თუ ყოველ ვნებას დაუთმობ, თანდათან ეშმაკების სადგომად გადაიქცევი.
მაგრამ თუ ჯეროვან სინანულს მიეცემი, მტრებს ძრწოლა შეიპყრობს და გაგეცლებიან. როცა საკუთარ ცოდვებს ვგლოვობთ და თავს ვიმდაბლებთ, არა გვაქვს ხილვები და არც სურს ისინი. ხოლო როცა გლოვას და სიმდაბლეს მივატოვებთ, შეიძლება ეშმაკებმა გადაგვიბირონ. კარგა ხანს არ ვიცოდი, რისთვისაა საჭირო შემუსვრილება, რა კი უფალმა ცოდვები მოგვიტევა. მერე კი მივხვდი, რომ თუ სული შემუსვრილება არა გვაქვს, სიმდაბლეს ვერ შევინარჩუნებთ, რადგან ბოროტის სულები ამპარტავნები არიან, ისინი ჩვენც ამპარტავნებას ჩაგვაგონებენ. უფალი კი სიმშვიდეს, სიმდაბლეს და სიყვარულს გვასწავლის, რითაც სული განსვენებას მოიხვეჭს. მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენს ბრძოლაში. უფალმა უთხრა იერემია წინასწარმეტყველს: აღდეგ და არ ქუმად ყოველი, რაიცა გამცნო შენ. ნუ გეშინი შენ პირისაგან მათისა, ნუცა შეძრწუნდები წინაშე მათსა, რამეთო მე შენთანა ვარ განძლიერებად შენ და იტყვის უფალი. უფალს უყვარს მხნე და ბრძენი სული, ხოლო თუ არც ერთი გვაქვს და არც მეორე, ღმერთს უნდა ვთხოვოთ და სულიერ მოძღვრებს დავუჯეროთ. მათში სული წმინდის მადლი მყოფობს, განსაკუთრებით ისეთი კაცი, რომლის გონებაც ეშმაკის მოქმედებამ დააზიანა, არაფერში არ უნდა ენდოს საკუთარ თავს, არამედ სულიერ მოძღვარს დაემორჩილოს. სულიერი უბედურებები ამპარტავნებას მოსდევს, ხორციელ უბედურებებს კი ღმერთი ხშირად ჩვენი სიყვარულის გამო უშვებს, როგორც ეს იობ მრავალნებულის შემთხვევაში მოხდა. ძალიან ძნელია საკუთარ თავში ამპარტავნების დანახვა, მაგრამ აჰა შენ მისი ნიშნები. თუ ეშმაკები გესხმიან თავს, ან და ბოროტი გულის სიტყვები გაწვალებენ, ეს ნიშნავს, რომ შენში არ არის სიმდაბლე. ამიტომ დამდაბლდი, თუნდაც ვერ გრძნობდე საკუთარ ამპარტავნებას. თუ გაღიზიანებისკენ ხარ მიდრეკილი, ანუ როგორც იტყვიან, ნერვიული ხარ, ეს ნამდვილი უბედურებაა. თუ ვინმეს კრუნჩხვები და შიშები ჭირს, ამ სნეულებებს სულის დამდაბლება და სინანული კურნავს, ასევე ძმის სიყვარული და მტრების სიყვარული.